საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით თურქულ მხარეს ახსნა განმარტებას მოსთხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს საელჩოს ანკარაში უკვე მიეცა ინსტრუქცია, რომ დაუყოვნებლივ გადადგას შესაბამისი დიპლომატიური ნაბუჯები და მოითხოვოს ახსნა განმარტება თურქეთის მხარისგან. გარდა ამისა, საქართველოში თურქეთის ელჩი გამოძახებული იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მასაც მოეთხოვება შესაბამისი ახსნა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. აფხაზეთში თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატებთან ერთად იმყოფებიან თურქეთის ქალაქ საქარიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ამავე ქალაქის უნივერსიტეტის რექტორი, სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის მოადგილე, აფხაზური კულტურული ცენტრის თავმჯდომარე და კავკასიის კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი. ეს ფაქტი ჩვენს გაოცებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ინსტრუქცია მიცემული აქვს საქართველოს საელჩოს ანკარაში, რომ დაუყოვნებლივ გადადგას შესაბამისი დიპლომატიური ნაბიჯები და მოითხოვოს ახსნა განმარტება თურქეთის მხარისგან. გარდა ამისა, საქართველოში თურქეთის ელჩიც გამოძახებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას მოეთხოვება შესაბამისი ახსნა განმარტებები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.